ეგვიპტესა და თურქეთის სპეციალური ძალები ახლახან დაასრულეს წურთნა სახელწოდებით ოქროს არწივი, სადაც ერთად ვარჯიშობდნენ საბრძოლო სროლებით რეიდებში, ძევლების გათავისად თავისუფლებაში, დრონების გამოყენებით ბრძოლო მოქმედებებში და ურბანულ ბრძოლაში. ხოლო ეს კი არა, მათი სამხედრო ურთიერთობა ასევე ფართოვდება თავდაცვითი წარმოების შეთანხმებების მიმართულებით. და უკვე მიმდინარეობს საუბრები ეგვიპტის თურქეთის ხანის გამანადგურებლის პროგრამაში ჩართვაზეც. მაგრამ ამავე დროს ანკარა ამყარებს კავშირებს ხალიფა ჰაფტართან და მის ძალებთან ლიბიის აღმოსავლეთში, რომელიც ტრადიციულად კაიროს ერთ-ერთი ყველაზე ახლო რეგიონული პარტნიორია. მას თურქეთი ნამდვილად ხდება ეგვიპტის თავდაცვის პარტნიორი, თუ ჩუმად ეჯიბრება ეგვიპტეს გავლენისთვის მის დასავლეთ საზღვართან. განვიხილოთ ეს თემა და სხვა საკითხებიც. ეხლა ჩვენთან ერთად არის აილა ჯინ იაკლი, ჟურნალისტი სტამბოლიდან. აილა, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთით i24 News English-ზე დღეს. აქ ვაქვს ერთობლივი წვრთნები და ეს ერთი რამეა, მაგრამ ეხლა ასევე ვხედავთ საბრძოლო მასალის ქარხნებს, დრონებს. შესაძლოა ეგვიპტე შეუერთდეს თურქეთის ხანის გამანადგურებლის პროგრამას. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ერთად რო შევაფასოთ. იცით, ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან სულ რამდენიმე წლის წინ ესეთი დონის თანამშრომლობა წარმოუდგენელი იქნებოდა. ორივე მხარემ 2013 წელს ნახა, როგორ დაინგრა მათი ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც ეგვიპტის სამხედროებმა პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენეს. იცით, იმ დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა დაიფიცა, რომ არასოდეს ისაუბრებდა მურსის მემკვიდრესთან, სისისთან. და შემდეგი 10 წლის განმავლობაში ორივე ქვეყანა ლიბიის კონფლიქტში ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეებს უჭერდა მხარს. ესე რომ ეს დრამატული შემოbrunებაა, მაგრამ ვფიქრობ, არ უნდა გადავაჯარბოთ თანამშრომლობის დონეს. იცით, ბევრი ეს პროგრამა, რომელზეც საუბრობენ, ეს ინდუსტრიული და სამხედრო თანამშრომლობა, ჯერ კიდევ წინადადებებია და არა ოფიციალური შეთანხმებები. და თუ შეიძლება ერთ კონკრეტულ რამეს დავამატებ, თურქეთის მიერ განვითარებულ მეხუთე თაობის გამანადგურებელზე, კანზე. თურქეთი ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტისთვის საერთაშორისო პარტნიორების ბოვნით, რადგან ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია. მაგრამ იცით, ამ თვითმფრინავზე კვლევისა და განვითარების სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იცით, ვფიქრობ, ექსპორტის შეთანხმებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი. ეს რომ ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, როგორც ჩანს. თუმცა ამავე დროს თურქეთი ასევე ამყარებს კავშირებს ჰაფთარის ბანაკთან ლიბიის აღმოსავლეთში. როგორ აისახება ეს ურთიერთობაზე? საერთოდ კაირო შეშფოთებულია იმით, რომ ანკარა შეიძლება ნელ-ნელა ჩაანაცვლოს ეგვიპტე, როგორც ჰაფთარის ბანაკზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე გარეძალა? რა არის ანკარის მიზანი ამ ეტაპზე? იცით, ეს კიდევ ერთხელ ძალიან დრამატული ცვლილებაა. თურქეთი დასავლეთ ლიბიაში ჰაფთარის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერიდან, ახლა აღმოსავლეთში მის ბანაკთან თანამშრომლობაზე გადავიდა. და ვფიქრობ, ეს ანკარის უფრო ფართო მცდელობას ასახავს, გააფართოვოს თავისი გავლენა რეგიონში. მაგრამ მე თავს შევიკავებდი იმის თქმისგან, რომ ეგვიპტის პოზიცია აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა, შეიძლება მარტივად ჩანაცვდეს. მაშინ რამდენად სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამას, აილა? შეიძლება თუ არა, რომ ეგვიპტესა და თურქეთს შორის უფრო მჭიდრო თავდაცვითმა კავშირებმა რეალურად შეცვალოს ძალთა ბალანსი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ან კიდევ ერთხელ ჩვენ ეთლოს ვაყენებთ ცხენზე წინ. იცით, ვფიქრობ, რომ ეს დაახლოება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ეხება ურთიერთობის მართვას, რომელიც მით უფრო ძვირი უჯდებოდათ, რაც უფრო დაპირისპირებული ხდებოდა. და იცით, ეგვიპტე სარგებელს იღებს დაძაბულობის შემცირებით და პოტენციურად თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ცოდნასა და წარმოებაზე წვდომით. თურქეთი სულ მცირე დიპლომატიურად მაინც სარგებელს იღებს. მაგრამ ნამდვილად თუ შეცვლის ეს ინტერესთა ბალანს ისეთ რთულ რეგიონში, როგორიცაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი, ჩემი აზრით ეს ჯერ კიდევ ღია კითხვად რჩება. იცით, შეიძლება ეხლა ამისთვის ნიადაგს ამზადებენ, რომ მომავალ წლებში მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამის თქმისთვის. აილა ჯინ იაკლი, მადლობას გიხდით თქვენი ხედვისთვის. i24 News English-ზე გმადლობთ. გმადლობ. და როცა თურქეთი აფართოებს თავის რეგიონულ სამხედრო კავშირებს, კვიპროსი აღნიშნავს 52 წელს, მას შემდეგ, რაც თურქეთის ძალებმა შეიჭრნენ და გაყეს კუნძული. საჰაერო განგაშის სირენები გაისმა კვიპროსის ბერძნულ სამხრეთში, მაშინ როცა სამხედრო ზეიმები გაიმართა თურქეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთში, რომელსაც მხოლოდ ანკარა აღიარებს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მომავალ კვირას კვიპროსში ამოსალოდნელი, რათა კიდევ ერთხელ სცადოს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება. მაგრამ ორივე მხარე კვლავ არ თანხმდება საბოლოო მიზანზე. გაერთიანება ფედერაციის ფარგლებში თუ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. ისრაელმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა კვიპროსის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეხლა ჩემთან სტუდიაშია iOS4 News-ის ინგლისურენოვანი უფროსი კორესპონდენტი ვენ ალტერმანი. ვენ 52 წლის შემდეგ როგორ უნდა შევაფასოთ გაეროს ახალი მცდელობები, რომ რეალურად დაიწყოს რაიმე სახის სამშვიდობო მოლაპარაკებები? გულისხმობ ამ ეტაპზე მხარეები მაინც ძალიან განსხვავდებიან იმაში, თუ რა შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი. ისტორია. და სანამ საერთოდ საბოლოო მიზანზე მივალთ, ნიკოლ, შეხედე როგორ უყურებენ ისინი ისტორიას. როგორც შენ ახსენე, კუნძულის ბერძნულ მხარეს სირენები ხმაურობენ. სავარაუდოდ 1974 წლის მოვლენების აღსანიშნავად. და თურქულ მხარეს კი საუბრობენ მშვიდობის ოპერაციაზე, პარადებზე და ზეიმებზე. ასე რომ ორივე მხარე ნამდვილად დიამეტრალურად განსხვავებულად უყურებს ისტორიას. და ასევე მართალი ხარ საბოლოო მიზანზეც. პრის ბოლოს სულ მცირე გარედან მომზირებლისთვის. იმ ადამიანის პერსპექტივით, ვინც აფხოფილა და შორიდან აკვირდება, თუმცა არც ისე შორიდან. აქ ისრაელში როგორც ჩანს ჩამოყალიბდა სტატუს-კვო, რომელსაც ორივე მხარე შეეგუა. და ფაქტობრივად, როგორც შენ ახსენე ნიკო, რეალური мотиваციის გარეშე, რომ ეს სტატუს-კვო შეცვალონ და საერთო ხედვის გარეშე, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი. რთულია დაინახო კონკრეტულად რას აპირებს ანტონიო გუტერეში. ის რაც კოფი ანანმა ვერ შეძლო თავის დროზე და რაც სხვებსაც არ დამოუვიდა 10 წლეულების განმავლობაში. როცა ვუყურებ, როგორ გამოხატა დღეს აზრი ისრაელმა, რას უნდა ვიფიქროთ ამაზე იმ დროს, როცა მისი ურთიერთობა თურქეთთან ესეთი დაძაბულია? ეს დროის ნიშანია. ისრაელის ურთიერთობა კვიპროსთან ნიკოლ ახალი არ არის. ამას ბოლო 10 წლეულის განმავლობაში შევეჩვიეთ, მაგრამ გახსოვდეს, ყოველთვის ასე არ ყოფილა. რამდენიმე ათეული წლის წინ იმასაკის ვარ, რომ მახსოვს კვიპროსი ისრაელის ახლო მეგობრად არ ითვლებოდა. გახსოვს 2002 წელს მეორე ინტიფადის დროს, ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ პალესტინელი პატიმრები კვიპროსში გაათავისუფლეს და ქუჩებში აზეიმეს. ასე აღიქმებოდა კვიპროსი აქ, ისრაელში. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, დრო შეიცვალა. თურქეთის რეგიონული პოზიცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიცვალა. და ეს შესაძლოა კვიპროსსა და საბერძნეთში წაზრების შეცვლას იწვევდეს. ჩვენ შევეჩვიეთ ისრაელსა, საბერძნეთსა და კვიპროს შორის ურთიერთობასა და მჭიდრო ალიანსს და ეს გრძელდება, განსაკუთრებით თურქეთის ძალის დემონსტრირების ფონზე რეგიონში. თქვენ სწორედ ამაზე ისაუბრეთ წინა სიუჟეტში. და ეს უკავშირდება ბევრ რამეს, რაც თურქეთმა გააკეთა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ კვიპროსში და ისრაელის მიმართ. ამან ეს ორი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა. და ეს იყო შესანიშნავი ურთიერთობა, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში, არამედ ტურიზმსა და ხალხთა შორის კავშირებსაც. კარგი, ვან, მადლობა ამ ახსნისთვის, თუ სად დგავართ ამ ურთიერთობასა და ამ ორ გაყოფილ კუნძულთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დაახლოებით 50 წლის შემდეგ. მადლობა ამისთვის.